მოკლედ 2 წლის წინ ხდება ეს ამბავი. გოგო მიყვარდა. და გოგო უყვარდა. ბებო არა, გოგო. ხაზგასმით. ხო და მოკლედ სახლში მიმიყვანა სურს რომ გამაცნოს მამა. და არ დაამთავრო, გამარჯვებული ხარ. შემიძლია აღარ გავაგრძელო ხო? ასე მიხვედი? არა. შევეცადე რომ ცმოდა ზედმიწევნით ქუთაისურად. აი მე დედა. ანუ გოგო მოიცა. სოლიდურად. მოიცა. გოგო გიყვარს და გოგომ გითხრა ხო, ნუ გასაკეთებია რომ მშობლები უნდა გაგაცნო და წაგიყვანა სახლში. კონკრეტულად მამა. მამა და წაგიყვანა სახლში. მიმიყვანა სახლში. ახლა მაინტერესებს. ნუ როგორც ხდება ხა რა თქმა უნდა თავაზიანად მიმიყო, დავსხედით და რაღაც ოსტუმი რა გაცვია რა ჩაცმულო. შავები მაცვია, შავი როლინგი, შავი შარვალი, ოღონდ ნორმალური შარვალი და ფეხსაცმელიც ძალიან ისეთი, აი ნუ ნორმალური. სოლიდურად გამოვიყურები, შლიაპაც არ მახურავს. კეპი დავიხურე შავი. ხო და ნუ თავდაჯერებულად ვარ. რაღაც მომენტში გავედი და რო ბრუნდები მესმის ცხარე კამათი. ხო. არ გინდა მამა, ეხვეწე. რას გავს, რამ სიგრძე ცხვირი აქვს. არ გინდა ლამაზი შვილები გყავთ. მამა საბას მარტო ცხვირი არ აქვს გრძელი და შემარგე მამა. გაგიზდა კაცი, მოგდეს ორი. ერთმანეთს ვასწრებდით და ასე დამღუპა და ამომწყვიტა თავის სამოცდენი. ეს ისტორია რო აღარ გაგრძელებულ ალბათ ყველა ხვდებით. აი მე დედა, კარგი იყო, კარგი და პირდაპირ 200 ლარი შენ, ეგ არის რა. კარგი. აუ ის კაცი წარმოვიდგინე რა დღეში ჩავარდებოდა.